იმედად თუ არა საქართველოში H1N1-ის შემთხვევებმა ჯანდაცვის მინისტრი მოსახლეობას ამშვიდებს და ეპიდემიის საფრთხეს გამორიცხავს. ბოლო მონაცემები ასეთია: საავადმყოფოებს ვირუსული ინფექციით 80-მდე ადამიანმა მიმართა. მათ შორის მძიმეა 2 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება ლეტალურ შემთხვევებს, ახალი წლის შემდეგ ეგრეთ წოდებული ღორის გრიპით 3 ადამიანი გარდაიცვალა. ორი შემთხვევა ჩვენთან დაფიქსირებული. ერთი ქალბატონი ცნობილი ფაქტია გარდაიცვალა რამდენიმე დღის წინ და მეორე ქალბატონი მელოგინე ამჟამადაც გადის რეანიმაციულ განყოფილებაში მკურნალობას. მისი მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. სეზონური ვირუსების შედეგად წელს გარდაცვალების 3 შემთხვევა და მძიმედ ინფიცირებული 2 პაციენტი დაფიქსირდა. 4 წლის ბავშვი ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ღუდშაურის კლინიკაში მკურნალობას 32 წლის ქალბატონი გადის, რომელსაც ვირუსი მშობიარობის შემდეგ გაუმწვავდა. ლაბორატორიულად დადასტურებული 80 შემთხვევიდან პაციენტთა მიმართვიანობამ განსაკუთრებით ბოლო დღეებში იმატა. ეს არის 4 წლის ბავშვი, რომელიც შემოსულია 26 იანვარს, გაკეთდა სწრაფი ტესტით H1N1 ვირუსის გამოვლენა, შემდეგ დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ცენტრში. ბავშვი გადის ამჟამად მკურნალობას რეანიმაციულ განყოფილებაში, მდგომარეობა რჩება მძიმე. იანვრის განმავლობაში 7 დადასტურებული შემთხვევა იყო აგრიპის ვირუსის, თებერვლის განვლილ პერიოდში სულ 12 დღის მანძილზე უკვე 19 შემთხვევა, ანუ მატება გრიპის არის. ექიმები H1N1 ვირუსის გააქტიურებას საგანგაშოდ არ მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ გასულ წლებთან შედარებით წელს ინფიცირების შემთხვევებმა იკლო. ეს ციფრები ბევრად დაბალია. 53 იყო შარშან, 3 არის წელს. რაც შეეხება განსაკუთრებულ გაფრთხილებებს, საშიშროების გაფრთხილებებს, მოგახსენეთ, რომ ეს თავისი წესი და კანონი აქვს და გაფრთხილება დგება შესაბამის შემთხვევების მატებაზე. სპეციალისტები ქვეყანაში ეპიდემიის საფრთხეს ვერ ხედავენ და ეგრეთ წოდებულ ღორის გრიპს ტიპიური ვირუსების კატეგორიას მიაკუთვნებენ. ის რომ 80 დადასტურდა, თქვათ და სხვა ვირუსი არ ჩანს, ანუ თავიდან იყო B ტიპის რამოდენიმე, ეხლა სულ ეს H1N1-ია, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ დღეს გრიპი ვისაც აქვს, ყველას ეს ვირუსი აქვს. უბრალოდ აბსოლუტური უმრავლესობა როგორც ჩვეულებრივად გრიპს გადავიტანთ და შეიძლება ექიმთან საერთოდ არ მივიდეთ. მედიკოსები მოსახლეობას პირადი ჰიგიენის დაცვას, სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში კი ექიმთან ვიზიტს ურჩევენ. პირველ რიგში ავადმყოფი ადამიანი არ უნდა წავიდეს არც სამსახურში, არც ბაღში არ უნდა წაიყვანონ ბავშვები, არც სკოლაში და არც ინსტიტუტებში. ანუ ეს კულტურა უნდა არსებობდეს, რომ ავადმყოფი ადამიანი უნდა იყოს სახლში და ის არ უნდა ავრცელებდეს ინფექციას. ექიმების პროგნოზით ვირუსული ინფექციების შემთხვევების რაოდენობა კლებას სავარაუდოდ თებერვლის ბოლოს დაიწყებს.